ბოლშევიკების პარტია იყო ყველაზე რუსული პარტიათა შორის ერთ-ერთი და რუსულ არისტოკრატული. ესე იგი, ბოლშევიკებში იყო ძალიან ბევრი მართალია სტარავერი, ნამდვილად უფრო ქვედაფენა. მაგრამ მათ შორის მალიკოვი იყო სტარავერი, მაგრამ მაკედონური წარმოშობის აზნაური, ანუ დედით სტარავერი, მამით. აქ იყო ებრაელებიც, რა თქმა უნდა, გარკვეული პროცენტი, მაგრამ უდიდესი პროცენტი, ანუ ნაკლებად პოლონელები, იყო რუსები და სხვა შორის ქართველებიც. რა შეიძლება? კი, იყვნენ ქართველები, 1000-ზე მეტი. რეალურად ქართველი ბოლშევიკები ყველა იყო იქ ბოლშევიკურ ელიტაში, თორე ქვედაფენაში მათ საქართველოში ყველა ჯერ არ. რა შეიძლება სოციალ-დემოკრატებს ეს, რასაც ქვია, აქ ბევრი ებრაელი იყო, რა თქმა უნდა. იყო აქ ბევრი პოლონელიც, სხვადასხვა ერის წარმომადგენელიც. აქ სერიოზულ როლს თამაშობდნენ ქართველები. ეხლა რა შეიძლება პროგრამას? რა თქმა უნდა, ბოლშევიკები იყვნენ უფრო რადიკალური. ბოლშევიკები პირდაპირ ქადაგებდნენ ყოველთვის. ეს იყო პროლეტარიატ დიქტატურას ერთის მხრივ და ბოლშევიკები იყვნენ ყველაზე მეტად ნახეთ იმპერიის შენარჩუნების მომხრე. სხვა შორის სტალინის აღზრდა, მათ შორის ბოლშევიკურ პარტიაში იწყება მისი ცნობილი სტატიით. ეს არის ერთად თვითგამორკვევის პრინციპი და სახელმწიფო ინტერესები, რომელიც როგორც ეთქვა ვენაში აქვს დაწერილი, როგორც ირკვევა ახლა. და ნახეთ რას ამბობს. რა თქმა უნდა, უზენაესია ერთად თვითგამორკვევის პრინციპი, მაგრამ თუ ერთი ერის თვითგამორკვევის პრინციპი ეწინააღმდეგება მეორე ერისას, მაშინ უნდა გავთვალისწინებული იქნეს შემდეგი ფაქტორი, რომელი ერია სოფლიოს რევოლუციურ პროცესებსა და ეკონომიკურ უფრო მნიშვნელოვანი. აი ეს არის ის მომენტი, რომელიც სტატიის შემდეგაც ის უკვე ცეკას წევრად საბოლოოდ კვიდრდება და როგორც ეთქობა ბოლშევიკებზე, სხვათა შორის რუსეთის სამხედრო წრეებში სპეცსამსახურშიც იმპერიის დროს სერიოზული სწორებაც იყო, რატომ? იმიტომ რომ მოდი თქვათ რა, ესერები, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო რუსეთის საზოგადოებაში, გლეხობაში, აბსოლუტურად მარგინალური ძალა იყო. ტერორიზმი იყო მათი ცხოვრების ერთადერთი წესი. სოციალ-დემოკრატები იყო ყველაზე ლიბერალურ, ტოლერანტული ამ სოციალისტურ პარტიებში, რომლებიც თქვათ რა თქმა უნდა ითვალისწინებდნენ ყველაზე ნაკლებად საქართველოში შეიძლება, მაგრამ ზოგადად თვითგამორკვევის პრინციპებზეც ბერჯელობდნენ, თავისუფლებებზე და ძირითადად იყვნენ საპარლამენტო ასე ვთქვათ, მოძრაობის მომხრეები. ბოლშევიკებს მიაჩნდათ, რომ ერთად ვერ განხორციელდება ძლიერი ხელისუფლების დამყარება, თუ თავდაპირველად არ წახვალ დიქტატურის გზით. სხვა გვარად ეს არ გამოვა და რეალობა ეს აღმოჩნდა, იმიტომაც გაიმარჯვეს.